გონზე იყო ჩვეულებრივად, რომ უბრალოდ მე ალბათ მე ატკებდა. ვერაფერი ვერ ვიგზენიო. რო აუწიე დაცხრილული იყო. შუახნის პედაგოგი, რომელიც შვილის მეგობარმა დაცხრილა, კრიტიკულ მდგომარეობაშია. ლია ღარიბაშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. ქალს გულმკერდი, მუცლის ხრუ, სახე და შინაგანი ორგანოები აქვს დაზიანებული. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დაცხრილული ქალის კახეთიდან თბილისში რენომობილით ჩამყვანა გახდა საჭირო. ღამე გავიგეთ გასროლის ხმა და რო შევედი უკვე ნასროლი ქონდა მას ქალბატონს. დავინახე და მე მილიცია მოვიდა და მე წაიყვანეს უკვე. მასწავლებელია ძალიან კარგი ადამიანი, აი ძალიან კარგი, ეს არის მეუღლე გარდაცვლილი ყავს და ორი შვილი ყავს. სისხლით ოდნავ იყო მოწუწული იქავრობა რა. საფანტით იყო ნასროლი. გარეთ ვიყავი მეო და რომ გამოვხედეო ვინ რომ იქიდან ესროლეს. სტაჟიან პედაგოგს ლაგოდეხში სოფელ ვარდისუბანში საკუთარ ეზოში ესროლეს. თვითმხილველების ინფორმაციით ლია ღარიბაშვილს მეზობლის ბოსტანში ჩასაფრებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი სანადირო თოფიდან გაუხსნა. ღამის 2 საათზე ეზოში გასულ ქალს საფანტის ტიპის ტყვიებმა მთელი სხეული დაუზიანა. გასტროლის ხმაზე გასულ მეზობლებს მძიმე სურათი დახვდათ. 12 საათი იყო რომ ჩემ ეზოდან ესროლა ბიჭმა. ერთი სროლა რო გაისროლა მეორეზე გამოიხედა იმ ქალმა რომ ახლოში იყო ძალიან რომ რა ხდება და ესე იგი მეორე იმ პირველი იმიტომ გაისროლა რომ ვიღაცამ გამოიხედოს რომ იქ აქონდა ადამიანს ისა და ესროლა ამ ქალს იკედლები სულ დაცხრილურია. თვითმხილველების ინფორმაციით ლია ღარიბაშვილს თავს შვილის მეგობარი დაესხა. ადგილობრივების მონაყოლით ირკვევა, რომ სამიზნე შუახნის პედაგოგი არ ყოფილა. 32 წლის კაცი ლია ღარიბაშვილის შვილს ელოდებოდა და სიბნელეში მსხვერპლი აერია. შეიშალა რა, მაგის სროლა არ უნდა. შვილის მოყლა რატომ მინდოდა? აბა რა ვიცი, ზოლი კონფლიქტი რაღაცა, ხო, მაგას არ იძახის. თანატოლები არიან? კი. მაკაცობდნენ და ერთად იყვნენ წლებია. რაღაც კონფლიქტი მოუვიდა და რა ვიცი, აი შოქში ჩავდოდა. ადგილობრივების ინფორმაციით მეგობრის დედაზე თავდამსხმელი პოლიციას თავად ჩაბარდა. 32 წლის კაცმა საგამოძიებო ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა. სამართალდამცველებს დეტალურად მოუყვა, როგორ დაგეგმა შურისძიება ძმაკაცზე. დაკავებულმა პოლიციელებს მოუყვა, როგორ იჯდა მეზობლის ბაღში 2 საათის განმავლობაში სამიზნის მოლოდინში. დაკავებული ამტკიცებს, რომ მეგობრის მიმართ პირადი წყენა და შურისძიება ამოძრავებდა. ამ ქალბატონის რა უნდა მაგას? არც არაფერი არ უნდა. აი შეეშალა. ის ამ ქალისგან არაფერი. მაგას ახლა იძახის. იმიტომ რომ დაკავშირდა. ქალისგან არაფერი არ უნდა. ეს ბიჭი აღიარებს ხო? კი ბატონო, აღიარა ყველაფერი დააკავეს. დაკავებული. თავი მაშინ თუ ჩაბარდა. თვითონ ჩაბარდა. კი. შეეშალა. მაგრამ ბიჭი აერია, შულში აერია. შეეშალა, კი ბატონო. შუქი არა ანთო და ჩაქრებულზე მოხდა იმ ამბავ. შუქი რო ანთო მე კი გამოვიდა. იმიტომ ჩაბარდეს რა მომივიდა უხალთან რა მივიდა. მეგობრის დედის მკვლელობის მცდელობაში მხილებული კაცი ბრალის წარდგენას ელოდება. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სანადირო თოფით დაჭრილი მასწავლებლის გადარჩენას ექიმები თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში ცდილობენ.